სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი ნიკო მანაგაძეა, ჩვენი სტუდიის სტუმარი. ნიკო, მადლობა რომ გვეწვიეთ ფორმულაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოდი პირველ რიგში გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რეპრესიებს, რას ვხედავთ ჩვენ ახლა, რას დაარქმევთ თქვენ ამ ყველაფერს, ვხედავთ მასშტაბურ რეპრესიებს, უკვე სისხლის სამართლის წესით აკავებენ მოქალაქეებს, ზურაბ მეთეშაშვილს ემუქრება 1 წლამდე პატიმრობა. სწორედ აი აქედან გამომდინარეც გაჩნდა ხო, მათ შორის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროტესტის გადააზრება, განსხვავებული რაღაცების შემოტანა ამ პროცესში და როგორია თქვენი დამოკიდებულება. არა მხოლოდ ამიტომ, გიორგი, მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს, არა მხოლოდ ამიტომ. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ზოგადად ეგრე ვუყურებ. ცხოვრებასაც ეგრე უყურებ, რომ მნიშვნელოვანია ყოველთვის, როცა რაღაცა დროის პერიოდი გადის, საკუთარი ნაბიჯების რევიზირება, გარკვეული რეფლექსია, მით უმეტეს, როცა პროცესი შედის გარკვეულ ჩიხში და ხედავ, რომ იმდენად ეფექტური, მოდი ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ არ არის როგორც უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს რეფლექსია, გარკვეული კრიტიკული გადააზრება, განვლილი გზის, გარკვეული ნაბიჯების და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ეს მკვეთრი პოზიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც გამოვხატე, რომელიც სხვათა შორის ახლა არ გამჩენია, ეს ხედვა მქონდა თვეების განმავლობაში, ეს ხედვა მქონდა ზამთრის შემდგომ, რომ არ შეიძლება რაღაცა გარკვეული ერთი ფორმა იყოს, როგორც ახსენეთ, საკრალური საპროტესტო საზოგადოებისთვის და არ ფიქრობდე მუდმივად განახლებაზე, გადააზრებაზე, ახალი მეთოდებით დაპირისპირებაზე რეჟიმთან, იმიტომ რომ ჩვენი თვითმიზანი ზოგადად ხო არ არის პროტესტი. რა ვიცი, მე მგონია რომ გასაპროტესტებელიც საბოლოო ჯამში აღარაფერი დაგვრჩა როგორც ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ ამ დროის განმავლობაში რა ვიცი, ვაპროტესტებდით რუსულ კანონს და მუდმივ რაღაცა ყრუ კედელს ვაწყდებოდით რეჟიმის მხრიდან. პროტესტი ხო მაგას ემსახურება, რომ რაღაც გააპროტესტო, მოითხოვო და იქიდან უკავშირს იღებდე ვისაც ესაუბრები ამ ენით ადრესატისგან, მაგრამ ჩვენ ვიღებდით მუდმივად რაღაცა ყრუ კედელს ვეჯახებოდით და საბოლოო ჯამში აი ეს დიქტატორის ბოლო ფაზა, რასაც ვაცხადებდით, რომ იწყებოდა იმ რუსული კანონის მიღებით, ეგეც გააკეთეს, არჩევნები მოიპარეს, ევროინტეგრაცია შეაჩერეს და ფაქტობრივად კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე და საქართველოს მოქალაქეები, თავისუფალი საზოგადოება ქართული აღმოჩნდა იმ მოცემულობის წინაშე, რომ შეუქცევადი ფორმა მიიღო საქართველოში დიქტატორის პროგრესირებამ, დამყარებამ და საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა რისთვისაც ვიბრძვით, ეს არის რომ ეს არ ჩაბეტონდეს. ამიტომ გასაპროტესტებელი და მოსათხოვი კი არა, უსრო ბატონ ბიძინა რაღაც ამის ილუზიაც არ უნდა გქონდეს, რომ ამენით ესაუბრო საერთოდ პროტესტის, მარშების, სკანდირების და ასე შემდგომ. პროცესი არის, ბრძოლა არის და ბრძოლის შესაბამისი ფორმები უნდა მოიფიქრო. ეს შეიძლება იყოს ქუჩის აქტივობებიც, მედია პლატფორმის გამოყენებაც, უშუალო ინტერაქციაც ადამიანებთან და ასე შემდეგ. მათ შორის შესაძლებელია მოთხოვნებიც, მათ შორის ჩვენ ვიცით რომ აი ამ მაგას ვიძახი, მოთხოვნა საერთოდ მე ვერ ვიაზრებ საერთოდ რას ნიშნავს, რომ ახლა მოთხოვნას ვუყენებდეთ ივანიშვილს. მოთხოვნა მესმოდა 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდგომ, როცა ვითხოვდით ხო მაშინ შედარებით რელევანტურად გამოიყურებოდა. გაგაწყვეტინებ, შალვა ჩუბინიძე გამოვიდა იზოლატორიდან, შეგვიძლია მას მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. ეს იყო შალვა ჩუბინიძე, მან დატოვა ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი, ველოდებით ასევე ცოტა ხანში, რამდენიმე საათში ლევან ჯობავასაც მასაც რეჟიმის მსახურმა მოსამართლემ ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიკო, განმაგრძოთ საუბარი, საუბრობთ იმაზე, რომ მე საერთოდ არარელევანტურად მიმაჩნია ამ პროცესში საერთოდ პროტესტის სიტყვის გამოყენებაც კი, იმიტომ რომ ბრძოლაში ვართ რა, წინააღმდეგობის ფორმები უნდა მოიფიქრო, მე არ ვიცი რას ნიშნავს რა შეიძლება იყოს დიქტატორისგან, როცა დიქტატურის რაღაცა პოტენციალს ხედავ, დიქტატურის დამყარების და პოტენციურ დიქტატორად გიზის ადამიანი, მის წინაშე რაღაც მოთხოვნებს აყენებ და მით უმეტეს საერთოდაც არ იყოს იმ კონდიციაში, რომ რაღაც დათმობებზე წამოსვლა უწევდეს, ხო? და მე არც ვფიქრობ, რომ ეს გზა, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში გავდივართ საბოლოო ჯამში, აქამდე მიგიყვაც. არა, საკუთარ ხელით უნდა მოიპოვო ის, რისთვისაც იბრძვი. პროტესტით და მოთხოვნებით კი არა, საკუთარი ორი ხელით
გააზრებული ამაზე პასუხი იყო 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი იყო პასუხი, ოღონდ 4 ოქტომბერი საინდიკაციოდ ჩემთვის არ გამოდგება რელევანტურად, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს ფაქტობრივად პროცესიც კი არ დაწყებულა რევოლუციური, იმიტომ რომ თქვენ იცით და გარკვეული ინფორმაცია ალბათ მედიის წარმომადგენლებსაც გაქვთ იმასთან დაკავშირებით რა მოხდა. შეიძლება რატომ მოხდა ამაზე არის პასუხი გასაცემი, შესაბამისი ადამიანების მხრიდან, რომელთაც კომუნიკაციის საშუალებები აქვთ დახშული და 4 კედელში არიან გამოკეტილი, თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნებათ, მე დარწმუნებული ვარ, ისინი ამაზე ისაუბრებენ, რატომ მოხდა, მაგრამ რა მოხდა, რა უნდა ყოფილიყო, ამასთან დაკავშირებით ზოგადად რაღაც კონტურების დონეზე ყველას გვაქვს ხო წარმოდგენა, მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესის ნაწილი ვიყავით და ჩართული ვიყავით 4 ოქტომბრის თუნდაც შეკრების არა რაღაც სტრატეგიული დაგეგმარების ნაწილში, თუნდაც შეკრების აი ეროვნული ხილობის პროცესში. ასე რომ საინდიკაციოდ ჩემთვის არ გამოდგება 4 ოქტომბერი გარდა ერთი ფაქტისა. ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა 4 ოქტომბერს. ადამიანები გამოვიდნენ არა პროტესტზე, არა უბრალოდ შეკრებაზე, აქციაზე და ასე შემდეგ. არამედ რევოლუციურ შეკრებაზე, რევოლუციის ამბიციით გამოვიდნენ, რევოლუციურ პროცესზე მოვიდა 10,000-ობით თუ 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში და ეს არის ჩემთვის მთავარი ფაქტი, რაც შეიძლება ჩვენს მეხსიერებას 4 ოქტომბრიდან დარჩენოდა და შესაბამისად გააზრება იმის, რომ ქართულ საზოგადოებამ მზად არის ამისთვის და ვერ ხედავს მეტგზას, მეტ ალტერნატივას ვერ ხედავს, იმიტომ რომ არჩევნები გაუქმებულია, ჩემთვის ესაჩვენა 4 ოქტომბერმაც აი ელექტორალური პროცესის ნაწილში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე არ მომისმენი ამასთან დაკავშირებით მსჯელობა და საერთოდ მგონი სიღრმეებშიც არ შევსულვართ ტელეეთერებში, არ შესულან პოლიტიკოსები, რა მოხდა 4 ოქტომბერს, მხოლოდ ერთი ფაქტი რო ავიღოთ, რიცხვები, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწერა. ფაქტობრივად უკონკურენტო არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელ რიგ ოლქებში იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი და ამ ფონზე ქართულმა ოცნებამ დაიწერა ფაქტობრივად ზუსტად იმდენივე ხმა, 1,100,000 ხმა დაახლოებით რამდენიც წინა არჩევნებში, როცა ორივე მხრიდან ობიექტურად ეს არჩევნები ცხადდებოდა ეგზისტენციალურ შინაარსის მატარებლად და ასე შემდეგ. იყო რომ ამ პროცესში კონკრეტული პოლიტიკური ძალები არ შევიდნენ. ეს სხვა ამბავი. არა, ამაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ იმას, რომ თვისობრივად თავის თავშივე უკვე არჩევნები გაუქმებულია, როცა ეგეთი მოცემულობა გაქვს, როცა ფაქტობრივად ერთკაციანი არჩევნები ტარდება, კონკურენცია ფორმალურიც კი ფაქტობრივად არ არსებობს და ამ პირობებშიც კი ხელისუფლება გეუბნება, რომ ზუსტად იმდენივე ჩემი ამომრჩეველი აწყდებოდა უბნებს, რამდენიც წინა კონკურენტულ არჩევნებში. ეს ჩემთვის აჩვენებს, რომ ფაქტობრივად არჩევნები გაუქმებულია, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით რასაც უნდა იმას იწერენ. ეხლა კიდევ ერთხელ მარტივად ძალიან გთხოვთ გავიაზროთ აი ეს ფაქტი, რომ კონკურენტუნარიან არჩევნებშიც ერთი წლის წინ იმდენივე ხმა დაიწერა ქართულმა ოცნებამ, რამდენიც ახლა. შესაბამისად ეს გვიჩვენებს მარტივ მოცემულობას, რომ ქართული ოცნება უბრალოდ იწერს შედეგებს და არანაირი სხვა გზა არ არსებობს, არჩევნები გაუქმებულია ამ მოცემულობით და ნებისმიერ მომენტში მით უმეტეს როცა კონკურენტული შინაარსის მატარებელი არჩევნები იქნება იმავეს და უარეს გაამეორებს, იმიტომ რომ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ამის ინსტრუმენტები აქვთ, რომ უბრალოდ დაიწერონ, განსაკუთრებით ამ თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში სასურველი ნებისმიერი რიცხვი გაიფორმონ. მეორე ალტერნატივა მხოლოდ არის ქუჩის და რევოლუციის გზით ცვლილების მიღწევა და მე არც მგონია, არც მაქვს ილუზია, რომ დიქტატორული ამბიციების მქონე მართველმა დემოკრატიული არჩევნების გზით ან ასე თუ ისე დემოკრატიული არჩევნების ან საერთოდ არჩევნების გზით დათმოს ძალაუფლება. აი რაც შეეხება მანდატების თემას, ვახსენეთ გიორგი კახარიას გუნდი 12 დეპუტატით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უკვე სასამართლოში და ვიცით, რომ აი სამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას უპირებს გაუქმებას ივანიშვილის რეჟიმი. ეს ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებთ? ხო, ის რომ პოლიტიკური და ელექტორალური პროცესი გაუქმებული არის, ეს ვსაუბრობდი, მათ შორის ისეც მოწმობს, ხო, რომ აუქმებენ ქვეყანაში სამ ყველაზე უფრო მსხვილ ოპოზიციურ პარტიას. ეს ხო ჩემი და თქვენი ხედვა არ არის, ეს არის კონკრეტული კვლევებით და მთავარი კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ნდობა შეიძლება არ ქონდეს არჩევნების გზით დადებული
მონაცემები, რომ ეს სამი სუბიექტი არის ყველაზე უფრო მსხვილი ოპოზიციური პარტია და ყველაზე უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ეს ფაქტიც ხას უსვამს, რომ ფაქტობრივად ელექტორალური და პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში გაუქმებულია და ამ ფონზე სხვათა შორის ქართული ოცნება თავად ეხმარება ოპოზიციურ ძალებს, რომ აი ეს რაღაცა კედლები და დამყოფი რაღაც ფაქტორები, რაც არსებობდა ოპოზიციის შიგნით, თავისთავად აპრიორშივე მოირვეს და აღარ დარჩეს ჩვენს შორის რაღაც განსხვავებელი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პარტიული ვიწრო პარტიული ამბიციებით მოქმედებას და ამ ხრივ პოზიტიურადაც ვუყურებ, მაგრამ ესეც არის ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული პოზიცია, რომ ისინი არაპირებენ არასდროს, მათ შორის პაპუაშვილის განცხადება უნდა გავიხსენოთ, როცა ახსენა, რომ ამ სამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ მიზეზად რა მოიყვანა, რომ დანარჩენებს არ სვავდნენ ამ სიაში, რომ მათ არანაირი წონა არ აქვთ ელექტორალურიო და თუ შევატყობთო ოდესმე რაღაცა თვეების ან მომდევნო წლების პერსპექტივაში, რომ მათ იმ ტიპის ზრდის პოტენციალი შეიძლება ჰქონდეთ, რომ ჩვენ ძალაუფლებას შევქმნან საფრთხო, ამ შემთხვევაში მათაც მივაყოლებთ აუკრძალავთ. შესაბამისად, ოპოზიცია ამათ ჭირდებათ მხოლოდ რაღაცა ანტურაჟის როლი უნდა შეასრულოს, ფონად უნდა არსებობდეს ოპოზიცია, რომ ფორმალურად, როგორც ლუკაშენკოს ბელარუსში თუ რუსეთში, რაღაცა სუვერენული დემოკრატია არსებობდეს, ფორმალური დემოკრატია და ფორმალურად არსებობდეს ოპოზიცია. თუ არა, რომ შეცდომა იყო პარლამენტის მანდატებზე უყარისდობა. ამ გადმოსახედიდან კი არა, ჩემთვის სხვა ფაქტორები აჩვენებს ამას და სხვათა შორის თავიდან შეიძლება შეცდომაც იყო, რომ ამაზე ხიად არ ვსაუბრობდი ერთი წლის წინ, თუმცა მეგობრებთან ვიწრო წრეში, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე გასული წლის ნოემბერში, რომ როცა საბოლოო ჯამში ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებ, საკუთარ თავის რწმენა უნდა გქონდეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს მოიტანს შედეგს. თუ საკუთარ თავის რწმენა არ აქვს, ამ ნაბიჯზე წასვლა პროგრესირება დიქტატურის პირობებში, მით უმეტეს ხაზგასმით ვამბობ, საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაში არის ფაქტობრივად პოლიტიკურ სუიციდზე ხელის მოწერა ხაზგასმით საპარლამენტო რესპუბლიკაში, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა საკანონმდებლო და რაღაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, სულ სხვა წონა აქვს მაინც საპარლამენტო მანდატს. თუნდაც მე იმაზე არ ვსაუბრობ, რომ რაღაცა 26 ოქტომბრის მეორე დღეს ეგრევე უნდა დაეკავებინათ სავარძლევი პარლამენტში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა არა და მე რომ ყოფილიყავი მათ ადგილას, რა ვიცი, ამ ნაბიჯს თუ გადავდგავდი და მე მგონია რომ აუცილებლად გადავდგამდი საბოლოო ჯამში, რწმენა მექნებოდა საკუთარ თავის, საკუთარ თანამებრძოლების, რომ ამ ნაბიჯს ვდგამ იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში დავუსვა წერტილი ამ რეჟიმს და იმ მოცემულობით, რაც დადგება საბოლოო ჯამში შედეგობრივად, ამით ვისარგებლოთ და ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის, რომ ფაქტობრივად საკუთარი თავი პოლიტიკურად რაღაც ჰაერში დატოვა ოპოზიციამ და ის ინსტრუმენტები, რაც შეიძლება მათ შორის დიქტატურასთან დაპირისპირების პროცესში ქონოდა, გაიუქმე, ეს არის ტექნიკურად წმინდათ, რომ ვთქვათ, მანდატების სადეპუტატო იმუნიტეტი და ჩვენ არ გვეყოლებოდა პოლიტიკოსები ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულობით ციხეში და ფაქტობრივად ხსნილი ექნებოდათ ნებისმიერ რაღაც გაეკეთებინათ, ისე რომ თიცაც ვერავინ დააკარებდა, იმიტომ რომ 90 ხმა ჭირდება უცნებას ხრისი მათთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად და ციხეში გასაშვებად რესურსიც არ ქონდათ და ახლა სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა, მათ შორის აი ხელფასებსაც თუ არ აიღებდნენ საპროტესტო თუ წინააღმდეგობის პროცესში შეიძლებოდა ამის გამოყენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბოლოს 62 შენიანი გეყოლებოდა იმ შენობაში, სადაც ნუ ყოველ შემთხვევაში ფორმალურად ფორმდება დიქტატურა და მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის ეფექტი იგრძნობოდეს. ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა რუსული კანონის განხილვის პროცესი მიმდინარეობდა. ეხლა ხო ხვდებით, რომ ერთი კაციც შეიძლება არ გარიყო გარეთ ქუჩაში, რომ არა ის ყურადღების კონცენტრაცია, რასაც უზრუნველყოფდნენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე დამყარების პროცესში რეჟიმის წარმომადგენლები და ახლა ბოლო თვეების განმავლობაში ისე იღებდნენ ერთი მეორის მიყოლებით ათობით ასეთ დიქტატორული შინაარსის თუ ამბიციების და ამოცანების
წინააღმდეგობის მქონე კანონებს, რომ მინიმალურ წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ. საბოლოო ჯამში, მოდი დავასრულებ იმით, რომ მნიშვნელოვანია გამოსავალზე ალბათ ბევრი ფიქრობს, რა შეიძლება იყოს. ერთი ეს არის ცხადია წინააღმდეგობის გაძლიერება, ოღონდ ბევრად უფრო ეფექტური ფორმებით და ეს არ გულისხმობს, რომ რაღაცა რუსთაველზე ჩაიკეტო და მარგინალიზაცია მოახდინო საკუთარ თავის. ერთი დამამახსოვრდა ძალიან საგულისხმო ჩემთვის, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან, რომ აი ვითქვეფებითო რაღაცა ამ პროცესში მუდმივად ყოველდღიურად გვესმის, რომ ამას ამყარებენ, რაღაცას უბედურებას აკეთებენ, იღებენ ამ კანონებს, ეს ბრაზი სადღაც აკუმულირდება და შემდეგ რუსთაველზე გავდივარ და რაღაცნაირად ბრჭყალებში ვნიავდებიო რა, იმიტომ რომ ბევრ შენიანცხეთ და ამას საკუთარ თავზეც ვგრძნობ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ რაღაცა არ უნდა გქონდეს რაღაცა მექანიზმი საკუთარ თავისთვის შექმნილი, რომ ბოლს უშვებდე მუდმივად და სადღაც უნდა აკუმულირდებოდეს აი ეს ბრაზი იმ საპროტესტო საზოგადოებაშიც და იმ ადამიანებშიც, რომლებიც დღეს ტელევიზორიდან უყურებენ ამ პროცესებს და ქუჩაში გამოსვლის საჭიროებას თუ ეფექტიანობას, ეფექტურობას ვეღარ ხედავენ. სადღაც უნდა გროვდებოდეს ეს ბრაზი, მნიშვნელოვანი ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში სწორი სტრატეგიის შემუშავება. ალბათ მომდენო ეთერებში გვექნება საუბარი მესმის დრო ამოგვეწურა ამაზე დეტალურად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნიკო მანაგაძე საუბრობდა გადაცემა კომენტარის პირდაპირ ეთერში.